ორი საგუნდო კოლექტივის შემოქმედება ერთ სივრცეში მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიული დარბაზი საგუნდო მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს. სასახლის ახალგაზრდული კაპელა და თბილისის ქალთა გუნდი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებენ. დაგეგმილია პრემიერაც. ეს არის ორი გამორჩეული ქართული გუნდის პირველი ერთობლივი კონცერტი. საკონცერტო პროგრამა მსოფლიოს საგუნდო მუსიკის საუკეთესო ნაწარმოებებს აერთიანებს. ერთ კომპოზიციას კი საგუნდო კოლექტივები ერთობლივად შეასრულებენ. საგუნდო მუსიკის მოყვარულებს წინ განსაკუთრებული საღამო ელოდებათ. მსმენელის წინაშე ეროვნული სასახლის ახალგაზრდული კაპელა და თბილისის ქალთა გუნდი წარსდგებიან. რეპეტიციები კვირაში რამდენიმე საათი მიმდინარეობს. აქ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ გარემოში იბადება ის განსაკუთრებული ჟღერადობა, რომელმაც შემდეგ საკონცერტო სივრცეში უნდა გადაინაცვლოს. ეს იქნება ერთგვარი საკონცერტო წლის შეჯამება, დასკვნითი კონცერტი. ვეპატიჟებით მსმენელს, ვისაც უყვარს საგუნდო მუსიკა, შესრულდება ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. სტუმრად გვეყოლება ლატვიელი ცნობილი კომპოზიტორი, რომლის ნაწარმოებებით შესრულდება, რომელიც შეიქმნა სპეციალურად ქალთა გუნდისთვის. საკონცერტო პროგრამა განსაკუთრებით ყურადღებით შეარჩიეს, რადგან ეს კონცერტი ერთგვარად წლის შემაჯამებელი საღამოცაა. მსმენელისთვის თვალსაჩინო უნდა იყოს პროფესიული ზრდა, რომელიც საგუნდო კოლექტივებმა ამ ერთი წლის განმავლობაში მოახერხეს. ამიტომ თითოეულ დეტალს, ბგერასა და ინტონაციას 1000-ჯერ ამუშავებენ. პროგრამა რთულია, მრავალფეროვანი და კონტრასტული. საღამოზე შესრულდება ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების სხვადასხვა პერიოდში შექმნილი და კლასიკად ქცეული ნაწარმოებები. ორივე გუნდის შემთხვევაში უმეტესი ნაწარმოებები შესრულდება იოსებ კეჭაყმაძის. შევასრულებთ უცხო ქვეყნის კომპოზიტორების ნაწარმოებებსაც, მაგრამ ამ შემთხვევაში აქცენტი გავაკეთეთ იოსებ კეჭაყმაძეზე, რადგანაც ყველასთვის საამაყო კომპოზიტორი არის, მას აქვს ისეთი შედევრები, რომლითაც ყოველთვის თავს ვიწონებთ უცხოელებთან და რადგან ჩვენ უცხოელი სტუმრები გვეყოლება ამ კონცერტზე, რასაკვირველია, გვინდა რომ ქართული საგუნდო მუსიკა წარმოვაჩინოთ. ეროვნული სასახლის ახალგაზრდული კაპელა 2 წლის წინ შეიქმნა. გუნდმა უკვე არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, ფესტივალსა თუ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. თბილისის ქალთა გუნდი კი 10 წელზე მეტია მსმენელს სთავაზობს მრავალფეროვან საგუნდო რეპერტუარს. სეზონის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიშრომეთ, ძველი ნაწარმოებები ვფიქრობ კიდევ უფრო მეტად დავხვეწეთ, ასევე გავეცანით უამრავ ახალ საინტერესო ნაწარმოებებს და ძალიან გვიხარია, რომ მსმენელის წინაშე მათთან ამ ნაწარმოებებთან ერთად უნდა წავიდგეთ. მე წარმოვადგენ ეროვნული სასახლის ახალგაზრდულ კაპელას. ამაყი ვარ, რომ აქ მღერი, მსმენელებს დახვდებათ არაჩვეულებრივი რეპერტუარი, ყველანაირი კლასის, ჟანრის მუსიკა და უცილებლად ძალიან კარგი ემოციებს დატოვებთ მასში. კონცერტი 27 ივნისს ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში 19 საათზე გაიმართება.